ერთმა ადამიანმა უმცა ერთი ესეთი რჩევა. ადამიანს როცა ეხმარებიო, იმასო მადლიერების გრძნობას კი არ უჩენო. პროტესტის გრძნობას უჩენო. და ეგ კარგად დაიმახსოვრეო. შეიძლება ერთხელ დაეხმარო და ის გააბედნიერო და მადლიერი იქნება, მაგრამ თუ ხშირად მოხდება ესო, ის უკვე იმას კი არ იფიქრებს, რა კაი კაცია როგორ მეხმარებაო. იმას იფიქრებს, ამას რო აქ ამდენი საშუალება რომ მე დამეხმაროს, მე რატო არ მაქვს და გაბოროტდებაო. ყველა შეიძლება ასე არ იყოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ასე იქნებაო. ამიტომ კარგად დააკვირდი, რამდენად ხშირად ეხმარები ერთ და იგივე ადამიანს. მოკლედ თევზს ნუ მიცემ, თევზს ჭერა ასწავლე. ზოგს თევზის ჭერაც არ უნდა ასწავლო. კარგად უნდა დაფიქრდე, ვის ასწავლე. და ვის უნდა ასწავლო მაშინ? როგორ შეარჩიო ადამიანი, ვისაც უნდა ასწავლო? გაჭირვებული ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი იმიტოა კეთილი, რომ ტრაკი არა აქვს, რომ ბოროტი იყოს. სინამდვილეში ბოროტია. რომ ადამიანის უმეტესი ნაწილი ხო ბოროტია მაინც რა, რაღაც მომენტში შეიძლება ესე ითქვას. უმეტესი რა, დიდი ნაწილი. უმეტესი ცუდი სიტყვა, დიდი ნაწილი. იმას ფულს რომ იცე. სხვასაც დაეხმარება და სიკეთის დათესვას გააგრძელებს, თუ ძალაუფლებას როგორც კი ხელში ჩაიგდებს, ხვის დაჩაგვრას დაიწყებს, აი მაგაზე უნდა დაფიქრდე. და უმეტესწილად პასუხი ცხვირწინ გიდევს, თავარია თვალი გაუსწორო.